თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა. მთელი ეს დღეებია ვკითხულობ იმაზე კამათს, გაწირავს თუ არა ტრამპი უკრაინას და ამაზე საუბარში ყველა უშვებს ერთით შეცდომას. ყველა უყურებთ უკრაინას ისე თითქოს ნამიბიაზე ან კამბოჯაზე ვლაპარაკობთ. უკაცრავად, უკრაინა არის 35 მილიონიანი ტერიტორიულად ევროპის ყველაზე დიდი ქვეყანა. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ, თქვენ გვისმენთ რადიო ძველი ქალაქის ეთერში FM 107.9. გამარჯობა. უკრაინა სამწუთას ყავს ევროპაში მოცულობით არათუ ყველაზე დიდი, ყველა ევროპულ ქვეყანაზე ერთად აღებული დიდი არმია. 80 ბრიგადა ყავს მთელს ევროპას, 100 უკრაინას. აღარაფერს ვამბობ ამ არმიის ბრძოლის უნარიანობაზე და გამოცდილებაზე. დღეს არათუ ევროპაში არ არსებობს შეერაღებული ძალები, რომელსაც მსგავსი ტიპის ომში შეუძლიათ იბრძოლან უბრძოლიათ, ამერიკელებსაც კი არ აქვთ მსგავსი გამოცდილება. უკრაინა აწარმოებს საჭირო შეიარაღების მინიმუმ 30%. უკრაინას ეხმარება ევროპა როგორც ფინანსურად, ისე აღჭურვილობით. უკრაინასაც და ევროპასაც აქვთ ერთიანი პოზიცია, რომელს ომი მათი ინტერესების გათვალისწინების გარეშე ვერ გადაწყდება. გაუჭირდება უკრაინას ამერიკული დახმარების გარეშე? რა თქმა უნდა გაუჭირდება, მაგრამ ეს სოფლიოს დასასრული არ იქნება. ჯერ ისიც არ ვიცით ტრამპმა და პუტინმა რაზე ილაპარაკეს. ერთი ის ვიცით, რომ ამერიკა უკრაინის დახმარებას გააგრძელებს. ჩემი არაა, ტრამპის სიტყვებია. დანარჩენი მოლაპარაკებებში რა როგორ იქნება, ვინ რას დაათმობს, ვინ რას მოითხოვს, ვისი რა ინტერესებია და ასე შემდეგ გამოჩნდება მომავალში. მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ უკრაინა შეიძლება იმამ გაწიროს, არის უკრაინის და უკრაინელების ბრძოლის უპატივცემულობა. უკრაინა იცით როდის გაწირეს? ომის დაწყებამდე ოლაფ შოლცი ჩაფხუტებს რომ უგზავნდა და ბაიდენი ამბობდა, მცირე შეჭრა თუ იქნება, მაშინ შეიძლება სხვანაირად ვილაპარაკოთო. მაგრამ გამოვიდა ეგ ქვეყანა მაგკრიტიკული სიტუაციიდან და ბევრად უკეთეს ფორმაშია ახლა, ვიდრე 2022 წლის 24 თებერვალს იყო. ერთ-ერთი რაც გასაკეთებელია და ახლა მაინც უნდა გაკეთდეს, ევროპა უნდა გამოფხიზლდეს და ბოლო-ბოლო გააცნობიერონ, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე თავად უნდა იზრუნონ. 3 წელია ომია და კურსნაბიჯებით ზრდიან სამხედრო ხარჯებსა და წარმოებას. და ბოლოს სამშვიდობოს ზავით ბოლომდე კმაყოფილი რომელიმე მხარე არ არსებობს. და თუ არსებობს, მაგას ზავი კი არა, კაპიტულაცია ქვია. ყველას მოუწევს რაღაცის დათმობა. მთავარია ეს არ მოხდეს უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე და მაგის გარანტი თავად ეს ქვეყანა და მისი შეიარაღებული ძალებია. ეს გადაცემა ჯოკერია. მე დათო ლიკლიკაძე ვარ. შევხვდებით ერთმანეთს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. თუ დაეცემი, ის წამოდგომაში არ დაგეხმარება. თუ შეცდები, ის სახალხოდ დაგცინებს. ის ნერვებზე თამაშის ვირტუოზია და კოჟრებზე დაბიჯების დიდოსტატი. ის შეიარაღებულია მიკროფონით და ძალიან საშიშია. ჯოკერი, დავით ლიკლიკაძის საავტორო გადაცემა. უსმინე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, ძველი ქალაქის ეთერში. ჯოკერი, სასაცილოა.